ეხლა კი გავეცნოთ დიდაქტიკის ზოგადად და მათ შორის ისტორიის მეთოდიკის წინაშე მდგარ ყველაზე აქტუალურ კითხვებს. პირველი, რა თქმა უნდა, არის ასეთი კითხვა, რა უნდა ვასწავლოთ ჩვენ. ამ კითხვაზე სწორი დასაბუთებული პასუხი ძალიან ეხმარებათ ადამიანებს, სპეციალისტებს ისტორიის სწავლების ამოცანების განსაზღვრაში. როგორ ვასწავლოთ, რა ხერხები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს ეს სასწავლო პროცესი, როგორ დავიგმოთ თვითონ სასწავლო პროცესი, რა სახის მასალები უნდა წარმოვადგინოთ იმისთვის, რომ უფრო გაღრმავდეს მოსწავლის ინტერესი და ცოდნა ისტორიის ამა თუ იმ საკითხის შესწავლისადმი. რისთვის ვასწავლოთ? აქ საუბარი არის მიზანზე, რომ ვასწავლოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მას კონდეს წარმოდგენა გარკვეულ პროცესზე, დაიმახსოვროს თარიღები, დაიმახსოვროს მეფეები და მნიშვნელოვანი ბრძოლები, თუ იმისთვის, რომ თუ მთავარი ამ შემთხვევაში ამასთან ერთად ისიც არის, რომ გარკვეული მიზანი უნდა გქონდეს ამ სასკოლო კურსს. რა თქმა უნდა, საერთო მიზანი, რაც სასკოლო განათლებას აქვს, ჩამოყალიბებულია ეროვნულ სასწავლო მიზნებში. და ამ მიზანთა გაცნობა ჩვენ ალბათ დაგვარწმუნებს, რომ ერთ-ერთი მთავარი საშუალება მათი რეალიზებისათვის არის სწორედ ისტორიის სასწავლო კურსის სწორად დაგეგმვა და ამ კურსის განხორციელებისათვის ოპტიმალური, რაციონალური მეთოდების შერჩევა. ვის ვასწავლოთ? ამ შემთხვევაში ზოგადი პასუხი ძალიან ადვილად გასაცემია, ვის და მოსწავლეს, მაგრამ აქ იგულისხმება, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები განსხვავდებიან სულ ცოტა ასაკობრივად ერთმანეთისაგან, არის სკოლა სამსაფეხურიანი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო და თითოეულ ამ საფეხურზე განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეები არიან, როგორც ფიზიკურად, ისე ვთქვათ ინტელექტუალური თვალსაზრისით, ამიტომაც ძალიან ზუსტად უნდა განისაზღვროს და დაიგეგმოს სასწავლო პროცესი იმისთვის, რომ ის ამა თუ იმ ასაკობრივ ჯგუფზე იყოს მორგებული. ჩვენ მაგალითად შეიძლება შევხვდეთ ერთი და იგივე საკითხს დაწყებით საბაზო და საშუალო საფეხურზე, მაგალითად განსაკუთრებით თითქმის ისეთ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს თუ მსოფლიო ისტორიის კურსში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის უბრალოდ დუბლირება, ან უბრალოდ არ უნდა იყოს უბრალოდ გამეორება. ერთი და იგივე საკითხი შეიძლება მივაწოდოთ სხვადასხვა სირთულით და სხვადასხვა მოცულობით. ეს უკვე არის აბსოლუტურად სწორი პრაქტიკა, ოღონდ ამ შემთხვევაში სწორი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი, რაც უკვე ვთქვი, იქნება გათვალისწინებული, ანუ მოსწავლის შესაძლებლობები, განსხვავებული შესაძლებლობების სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. როდის ვასწავლოთ? ამ შემთხვევაში შეიძლება ეს კითხვა წინა კითხვასაც უკავშირდებოდეს, როდის ვასწავლოთ ამა თუ იმ სირთულით რაღაც საკითხი, როდის შემოვიტანოთ საერთოდ ესა თუ ის პრობლემა განსახილველად ისტორიაში, ან სხვა საგნებში, მნიშვნელოვანი პრობლემული ბუნებრივია ზედა საფეხურზე და რა კონტექსტში უნდა შემოვიტანოთ იმისთვის, რომ მოსწავლისათვის ის უფრო გასაგები და იოლი გახდეს. რა საშუალებებით ვასწავლოთ? ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ, რომ რაც სულ უფრო ახალი საშუალებები მკვიდრდება, სულ უფრო ახალი საშუალებები ხდება, ახალი საშუალებების გამოყენება ხდება სასწავლო პროცესში და არა მარტო სკოლაში, არამედ საუნივერსიტეტო განათლებაშიც, აი მათ შორის ესეთი სახის ლექცია ნამდვილად სიახლეა, არ ვიცი რამდენიმე წლის შემდეგ რამდენად სიახლე იქნება, მაგრამ დღეს ნამდვილად სიახლეა, ამიტომ და ამის წარმოდგენა ცოტა ხნის წინ
წინ ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა. იგივეც ვიტყვით სკოლაში. აღარ ვთქვამობ ისე ტრადიციულ საშუალებებზე, როგორიც არის თქვათ თვალსაჩინოებები, რუკები, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ის რომ თითქმის ყველა სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებით და ეს კომპიუტერები ჩართულია ინტერნეტში. სულ რამდენიმე ხნის წინ ეს გეგმა უპირობად ჩაითვლებოდა. მის განხორციელებაზე სერიოზულად არც არავინ ფიქრობდა, მაგრამ 2-3 წელი იქნა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში არ დარჩენილიყო არც ერთი სკოლა, მათ შორის კიდე ქალაქისა, კიდე სოფლისა, რომ ამ საშუალებას ყოფილიყო მოკლებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული, ანუ ეს კომპიუტერები და ინტერნეტი სკოლაში უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მოსწავლემ დამატებითი ინფორმაცია მოიძიოს ამ საკითხზე, გაანალიზოს ეს ინფორმაცია, მოამზადოს საპრეზენტაციო მასალები და ასე შემდეგ. სხვა საკითხია თუ რამდენად ვიყენებთ ამ რესურსს, რომელიც ყველა სკოლაშია, ასე ეფექტურად, მაგრამ ესეც არ არის დაუძლეველი პრობლემა, გავა ცოტა დრო და ბუნებრივია უფრო რაციონალურად მოხდება ამ შესაძლებლობების გამოყენება. შემდეგი საკითხს რაც შეეხება, უბრალოდ ამ საკითხს შეეხება მისი გამოსახვა დაახლოებით ჩვენ ასე შეგვიძლია. მიზანი, რომელიც სწავლების შინაარსს განაპირობებს, ანუ გვაქვს რაღაც მიზანი, ჩვენ მაგალითად შემდეგში განვიხილავთ რა მიზანი აქვს საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებას სკოლის დაწყებით საფეხურზე, ანუ ეს მიზანი უნდა იყოს ჩამოყალიბებული, ეს მიზანი განაპირობებს შინაარსს, ანუ შინაარსი უნდა უზრუნველყოფდეს ამ მიზნის რეალიზებას, ოღონდ შინაარსი თავისთავად ვერ უზრუნველყოფს თუ არ იქნა შინაარსის რეალიზებისათვის საჭირო მეთოდები შერჩეული, მეთოდებთან ერთად საჭიროა საშუალებები იმისთვის, რომ ეს ეფექტი გაიზარდოს, საშუალება დაწყებული რუკით დამთავრებული ინტერნეტით უკვე ვისაუბრეთ მის მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა მათ შორის მნიშვნელოვანია სწავლების პრობლემები, რომელსაც ჩვენ ცალკე შევეხებთ. ამ შემთხვევაში ორ ძირითად სახეს უბრალოდ შეგახსენებთ ამ ფორმებისა. ერთი ეს არის სასკოლო განათლება, რომელზეც ყველას გვაქვს წარმოდგენა მის მნიშვნელობაზე და რომელიც ძირითადია რა თქმა უნდა, და მეორე შეიძლება იყოს კლასგარეშე მუშაობა, რომელიც თუ ინტენსიურ ხასიათს მიიღებს და კარგად დაიგეგმება, ძალიან დიდი ეფექტის მომტანია. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ექსკურსიები, რომელიც ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის სულაც აუცილებელი, მაინდამაინც შორს მდებარე ისტორიული ძეგლის მონახულება წელიწადში ან 2 წელიწადში ერთხელ. გასაგებია, რომ ხშირი საშუალება, ასეთი საშუალება ხშირად არ არის ხოლმე, ხშირი მონახულების საშუალება. შესაძლებელია ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს კონკრეტული სოფლის, რეგიონის, მხარის ისტორიული ძეგლების მონახულება, მათი შესწავლა მოსწავლეთა მხრიდან, მათი აგების თარიღის განსაზღვრა დამოუკიდებლად მოსწავლეებისაგან, თუნდაც ეს თარიღი საყოველთაო ცნობილი იყოს, ან რაიმე ლეგენდის მიგნება, ლეგენდის მოძიება ამ ისტორიული ძეგლს რაც უკავშირდება და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს გარკვეული სასამართლო პროცესები, ანუ გასამართლება სხვადასხვა გმირებისა ისტორიაში, მათზე გარკვეული სტენდების გაკეთება ან ასე შემდეგ. ათასნაირი ფორმის მიცემა შეიძლება კლასგარეშე მუშაობისათვის და თითოეული ესეთი სახე ბუნებრივია არის ძალიან საინტერესო და ეფექტური. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ სწავლების და კონკრეტულად ისტორიის სწავლების ზოგად
დიდაქტიკურ პრინციპებზე ჩამოვთვალოთ და აქცენტი გავაკეთოთ რას გულისხმობს ეს პრინციპი, ესე თუ ის პრინციპი და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს და აუცილებელი ამ პრინციპის დაცვა. ერთი მთავარი პრინციპი ეს არის მეცნიერულობის პრინციპი. ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, აქ იგულისხმება ის, რომ ცოდნა, რომელსაც გადავცემთ სკოლაში მოსწავლეებს, არ უნდა იყოს მეცნიერების იმ დონეს აცდენილი, რომელიც იმ ეტაპზე არის, ან თანამედროვე ეტაპზე არის. ანუ საკითხების ახალი მიღწევები, ახალი აღმოჩენები ისტორიაში მაგალითად ახალი დათარიღება შეიძლება იყოს ეს, რომელიმე ახალი მოვლენა აღმოჩნდეს, ან მნიშვნელოვანი რაღაც პროცესი, რომლის ასახვაც უნდა ხდებოდეს როგორც სახელმძღვანელოში შესაბამისად აქედან თვითონ სასწავლო პროცესში მისი დაგეგმვის დროს უნდა იყოს ეს გათვალისწინებული. სრულიად გასაგებია, რომ უარგისია ისეთი ცოდნა, რომელიც აი ამ მეცნიერულობის პრინციპს შეუძლებელია ჩვენი ცოდნა დავარქვათ იმას, რაც მეცნიერულობის პრინციპს არის თვალისწინებს და აცდენილია თანამედროვე აღმოჩენებთან და თანამედროვე მიდგომებისგან. მეორე ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ეს არის სისტემურობისა და თანმიმდევრობის პრინციპი. თვითონ ამ პრინციპის სახელწოდება გვეუბნება ძირითადად რას გულისხმობს. ანუ საკითხების თანმიმდევრულ განხილვას, თანმიმდევრულ გაზრდას, თუნდაც სირთულისა, მოცულობისა საკითხების. ხშირ შემთხვევაში ყოველთვის ვერ ხერხდება ისტორიაში ამ თანმიმდევრობის დაცვა, მithumetes ამ ახალი სახელმძღვანელოების მაგალითზე ჩვენ ამას ვნახავთ, შეიძლება დავიცვათ ყოველთვის ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, მაგრამ ეს არ არის იმდენად პრობლემური, თუ შინაარსობრივი თანმიმდევრობა იქნება დაცული. ასეთი მაგალითები გვაქვს, შეგვიძლია მოვიწონოთ, შეგვიძლია დავიცუნოთ, მაგრამ ახსნა რატომ ხდება ასე ზოგ შემთხვევაში ნამდვილად არსებობს. საბოლოო ჯამში ეს ცოდნა უნდა იყოს ერთ სისტემაში მოქცეული, არა ფრაგმენტულად წარმოდგენილი, ერთმანეთისგან დაუკავშირებელ ფრაგმენტებად, არამედ ის უნდა გქონდეს საგნის მიმართ, საკითხის მიმართ სისტემურ ცოდნას. შეგნებულობისა და აქტიურობის პრინციპი გასაგებია, რომ ცოდნა უნდა იყოს შეგნებული, უნდა ეფუძნებოდეს არა უბრალოდ დაზეპირებას, არა უბრალოდ დამახსოვრებას ფაქტისა, მოვლენისა, არამედ მის გააზრებას პირველ რიგში. მისაწვდომობის პრინციპი არის ერთ-ერთი უმთავრესი, ანუ თითოეული კლასისათვის უნდა მოსწავლისათვისაც კი უნდა იყოს მისაწვდომის მასალა, ანუ აქ არ უნდა იყოს ან ძალიან რთული, ან ძალიან იოლიც არ შეიძლება იყოს, მაგრამ განსაკუთრებით რთული, რომ ის სცილდებოდეს მოსწავლის შესაძლებლობას. საგან შორის ის სწავლების პრინციპების დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, როდესაც მაგალითად რომელიღაცა ეპოქას ისტორიაში ლიტერატურისა და ისტორიის გაკვეთილებზე თანმიმდევრულად ერთმანეთთან სინქრონულად განიხილავენ, ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს რუსთაველის ეპოქა ქართული ლიტერატურისათვის და თამარის ეპოქა ისტორიისათვის. შუშანიკის შესახებ მსჯელობა, სწორად იაკობ ხურცესის ნაწარმოების შესახებ მსჯელობა ლიტერატურის გაკვეთილზე და ვახტანგ გორგასლის ეპოქა ისტორიის გაკვეთილზე. ასევე შეიძლება პარალელები დაიგეგმოს, ასეთი კავშირი განხორციელდეს ისტორიასა და გეოგრაფიას შორის, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას შორის და ალბათ სულაც არ არის შემთხვევითი, რომ
მთელ რიგ კლასებში ყოველ შემთხვევაში ისტორია და სამოქალაქო განათლება ინტეგრირებულია. სწორედ ეკითხია, რამდენად ხარისხიანად დაინტეგრირებული, მაგრამ თვითონ პრინციპი მიდგომა ალბათ სწორია, რადგან და შემდეგ უკვე ხდება მე-9 კლასიდან ამ საგნების, ანუ სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის განცალკევება. ხოლო დაწყებით საფეხურზე ინტეგრირებულია არა სასწავლო პროგრამაში, გეგმაში, არა მხოლოდ სამოქალაქო განათლება და ისტორია, საქართველოს ისტორიაზე გვაქვს უკვე საუბარი, არამედ საქართველოს გეოგრაფიაც მათთან ერთად. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდი იქნება ეფექტი ასეთი ინტეგრაციისა. პროფესიული მიმართულობის პრინციპზე ჩვენ ახლა ნაკლებად შევეხებით, უმეტეს როდესაც საუბარი გვაქვს დაწყებით განათლებაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, პროფესიულ უნარებსა და თვისებებს, ჩვევებსა და ამავე დროს გარკვეულ ორიენტაციასაც სასწავლო პროცესი მოსწავლეში უნდა აყალიბებდეს. ეს შეიძლება არ იყოს რაღაც კონკრეტული საგნის ამოცანა, ზოგადად დიდაქტიკის ერთ-ერთი ამოცანა და სწავლების ცხოვრებასთან კავშირის პრინციპიც. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ მოკლედ ჩამოვთვალეთ უბრალოდ და სხვა დროს უფრო ცლად გვექნება საუბარი იმ უნარ-ჩვევებზე, ცოდნაზე რო არაფერი ვთქვათ, რომელსაც ისტორიის გაკვეთილი ხელს უწყობს, რომ განვითარდეს და ბუნებრივია ეს უნარ-ჩვევები არ რჩება მხოლოდ საკლასო გარემოში, სასკოლო გარემოში და ის, ასე ვთქვათ, არის იმ სახის უნარ-ჩვევები, კვლევითი, კომუნიკაციური და ასე შემდეგ, რომელიც ცხოვრების მანძილზე გამოსაყენებელი იქნება თითოეული მოქალაქისათვის.